დავხაზოთ ახლა კედლები, ხაზვის დროს გამოვიყენებ რამოდენიმე სხვადასხვა მეთოდს, ანუ უბრალოდ შექმნა თქვა კედლების შექმნისათვის გამოვიყენებ რამოდენიმე სხვადასხვა მეთოდს და თავისთავად არ გულისხმობს რომ ადამიანს ასეთი მეთოდით უნდა დავხაზოთ. უბრალოდ მე მაინც შევეცდები სხვადასხვა საშუალებები გამოვიყენო. ყოველთვის რო არ გადავიდე PDF ფაილში, ArchiCAD-დან PDF ფაილში და ვისაუბრო თუ რომელი კედლის შექმნას ვაპირებ კონკრეტულ შემთხვევაში, შემოვიტან ამ PDF ფაილს, პირდაპირ აქვე დავდებ ArchiCAD-ში. ეს არის ხელსაწყო დოკუმენტში განთავსებული და მისი სახელწოდება არის Drawing Tools. თუ ვინმე იყენებთ 23 ვერსიას, მაშინ რიგით მეორე ხვეულში იქნება დიზაინის შემდგომ. აქ ამ შემთხვევაში ახლა viewport ქვია, X სხვა სახელი ქვია, მოკლედ ერთ სიტყვით ამ ხელსაწყოთა ჩამონათვალში, თუ არ იყენებთ შესაბამის ვერსიას 24 დოკუმენტში არ იქნება ეს ხელსაწყო drawing tool, ამიტომ შეგიძლიათ უბრალოდ დააფიქსიროთ ვიზუალურად როგორ გამოიყურება ეს ღილაკი ნახატის სახით, ანუ პიქტოგრამას გულისხმობს და შეხების დროსაც რა თქმა უნდა drawing tool ეწერება Z. მუშაობ შემდეგნაირად ჩავთავ ხელსაწყოს. გამოვიყენებ მხოლოდ ერთი მართვის საშუალებას, მართვის პანელიდან ეს იქნება size and appearance-ში. აი ამ კუთხის ამორჩევა, ანუ anchor points მეუთითებ ამ კუთხეში, რაც გულისხმობს რომ ოკეი, შემდგომ აი ამ კუთხეში დავაწყობებ და ამ კუთხით დაждდება სურათი, ანუ ამ ადგილას. 23 ვერსიასთან შედარებით ცოტა შეიცვალა ეს ხელსაწყო, აქ გვეძლევა საშუალება local system file ავირჩიოთ ან bin cloud ავირჩიოთ. მე ხა დღეს არ დავიწყებ იმის განსაზღვრას თუ რა არის bin cloud-ი, რაც შეეხება local file size, გულისხმობა ჩვენს კომპიუტერში არსებული, ანუ ლოკალურ ფაილთა სისტემაში არსებული ნახაზი. შევდივარ browse-ით, შევდივარ რა თქმა უნდა Windows-ის თანამედროვედ, გასაგებია რომ ხა საკლასო პროექტში ვიმყოფებოდი, ამიტომ გადმოდივარ სამუშაო დაფაზე, X სადაც ჩემი ფოლდერია, შენობის პროექტირებაში შევდივარ შესაბამისად, უბრალოდ მოვნიშნავ პირველ სართულს სახელწოდებით. ნუ აქ კიდე გავამახვილებ ყურადღებას, რომ Windows-ი მაქვს რუსულად, ამიტომ რუსულად არის ღილაკები, open გექნებათ ინგლისურად ან სხვა შესაბამისად ენაზე. ღილაკი აბსოლუტურად იგივე ადგილას იმყოფება. გამორჩევლად რა თქმა უნდა ვერსიისა. ესე იგი ეს ის კუთხე იყო, სადაც დავაწყობებ და ცოტათი შევამცირებ ახლა ზომაში. ეს იქნება ჩავთავ arrow tool, მოვნიშნავ დაწყაბებით, შემდგომ კუთხეში დავაწყობებ, მართვის პანელში ამოვიჩევ დაბლითა რიგში აი ამ ბოლო ღილაკს, სახელწოდების stretch და თავისთავად შევავიწროვებ, რომ ვიზუალურად ძალიან დიდი არ იყოს. მათ შორის თუ გჭირდებათ სიტყვაზე თქვათ, რომ გადაადგილოთ სხვა ადგილას, ვინც არ ვიცით რა თქმა უნდა ეს მოქმედებები, ადრეს აღვნიშნე რომ მარტივ რაღაცებს მაინც შევეხები, რაც შეიძლება დამწყებს უნდა რომ მანდ-მაინც ნოლიდან დაიწყოს პროექტირება და არ იცოდეს ArchiCAD-ით, გადაადგილებისას დროს შეგიძლიათ უბრალოდ დააწყაპოთ Z, სადღაც ნებისმიერ ადგილას ჩართოთ ქვედა რიგში, თუ არ იქნება რა თქმა უნდა ჩართული, ამჟამად ჩართულია ღილაკი drag და გადაიტანთ სადაც გინდა დადებთ ასე ვთქვათ ახალ ადგილას. ეს ოპერაციები რაც ამჟამად გავაკეთე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერ დროს. ესე იგი, გამოვიყენებ ასეთ მეთოდს. ერთი ვარიანტია, შეგვიძლია ჩავთოთ რა თქმა უნდა კედელი. კედლის სიმაღლეებზე ჯერ არ ვისაუბრებ, იმიტომ რომ სართულის სიმაღლე ჯერ არ დამიდგენია, მე გზადაგზა დავადგენ, რაფხილას დამჭირდება, გამომდინარე იქიდან როგორი პროექტით გამოვა ჯამში. ისე რომ ტოვებ სტანდარტულად, რაც ახლა ამჟამად იმყოფება, უბრალოდ გავამახვილებ ყურადღებას, წესით აქ უნდა არ იყოს ესენი შეცვლილი, მაგრამ მაინც შევეხები იმ შინაარსობრივად, თუ ვინიცობა რაღაცები ცვალეთ თამაშის დროს, და გავასწოროთ ისე როგორც უნდა იყოს, რომ ერთ-ერთი მსგავსი გამოგივიდეთ. ისე იგი ეს იქნება home story-ზე აღნიშნული არის ground floor current, ვინაიდან ამჟამად ვიმყოფები 0 სართულზე, ამაზეც მივაქცევ ყურადღებას, ground floor-ია ჩართული, იგივე წერია აქ, რომ ground floor-ზე ვარ. ზედა ნაწილზე არის 1 story მითითებული, ზემოთ 0 და ჯამში 3000 გამოვიდა კედლის სიმაღლე. მოკლედ, cancel-ს ვაწვევდი. არ ვთვლიათ არაფერს რა თქმა უნდა, თუ შესაძლოა გაგიხდათ ესენი მაშინ ოკეის დააწვევით და როგორც აღნიშნე, ესე იგი შემიძლია ჩავრთო, თუ არ არის ჩართული, ამჟამად ჩართულია მრავალ კომპონენტიანის არჩევანის ღილაკი, სადაც ANC-ში შემიძლია პირდაპირ ამოვირჩიო კედელი ფასადი. თუმცა აქ ცოტა სხვანაირი მეთოდით წავალ, აქ ხაზვის დროს გამოვიყენებ ერთ კომპონენტიანს, კიდევ ვიმეორებ რატომ, იმიტომ რომ შევეცდები რამოდენიმე ზედმეტი ხელსაწყო გამოვიყენო და აქ პირობითად ნებისმიერი რამ შეგიძლიათ ამოერჩიოთ სამშენებლო მასალებიდან. იგივე მაგალითად პირობითად ბლოკი. არ გვეგონოს, რომ მანდ-მაინც ასეთი მეთოდით უნდა დავხაზოთ. უკვე აღვნიშნე, რომ შემეძლო
პირდაპირ ისეთი კედელი დამეხაზა და ამერჩია, როგორც მჭირდებოდა, თუმცა ცოტა შორი გზით მივდივარ. ვაფიქსირებ აი ამ კუთხიდან დავიწყებ ხაზვას, ეს არის პირველი და B, ასე ვთქვათ, ღერძების გადაკვეთის კუთხე. ჩვენთანაც ანალოგიურად, ქართულად პირველი, ანუ B1, ესე რომ ვთქვათ, უფრო სწორი იქნება და მათ შორის არჩევანის დროს ბლოკს, როდესაც ამოვირჩევ აქედან, ჩავრთავთ აი ამ ღერძის განთავსებას, არ ვიწყებ ახლა იმაზე საუბარს თავისთავად რას წარმოადგენს ეს, ჩავრთი აქ ცენტრი და ამოვირჩიე ტეხილი ხაზვის მეთოდი, აი ეს მეთოდი. ხაზვის დროს აუცილებლად მოიტანეთ ხოლმე ახლოს ის ადგილი, სადაც უნდა დააწყაპოთ, რომ მაუსით რო შეეხებით, იმედია ახლა მარკერს უყურებთ, ჯვრის ფორმაა. ძალიან დიდხანს არ გავჩერდები იქ, იმიტომ რომ მე წლეთში ჩდება ლურჯი და ხელს შემიშლის ვიზუალურად ახსნის დროს. შეხების დროს აი ესეთ ნიშანს იღებს შუაში პატარა შავი წერტილი ჩდება, რაც ნიშნავს, რომ ამ გადაკვეთაზე ხართ და შეგიძლიათ ამათ დააწყაბოთ. გავაკეთე პირველი დაწყაბება, დავსვი ასე ვთქვათ პირველი ადგილი, შემდგომი კუთხის ღერძი, ნუ აღარ დავიწყებ ახლა ყოველწუთას გადასვლა გადმოსვლას ნახაზზე, იმედია ვხედავთ რასაც ვაკეთებთ, აი ეს კუთხე არის, დავაფიქსირე ამ კუთხეში. მომდევნო კუთხე გვაქვს აი ეს კუთხე, მეოთხე ღერძი, რიცხვი 4 გულისხმობა რა თქმა უნდა, ვერტიკალურ ღერძია საუბარი. მომდევნო არის ერთი თქვემოთ, აი აქ, მოვიტანე ისევ ახლოს. აუცილებლად მოიტანეთ ახლოს, არ იმუშაოთ არასწორად, შორიდან თუ არ ხარ დარწმუნებული, რომ იგი ჯდება, სადაც საჭიროა, არ უნდა დააწყაბოთ, დამწყებებს მით უმეტეს მოიტანეთ ახლოს, რომ ზუსტად დააფიქსიროთ ხოლმე საჭირო წერტილზე. თუ მაგალითად შეგეშალა პირობითად აი დავაწყაბე. ნუ ამ ხელაზე შეშლაზე არ არის საუბარი, თუნდაც იქვე რაღაც მარტივად ფლატ იმ წერტილში არ გამოგიდგა. კლავიატურაზე backspace დააწვევით, გაითიშება შესაბამისი წერტილი. კიდე დააწვევით, კიდე გაითიშება. ანუ რამდენი წერტილის მოხსნაც გინდათ, იმდენი შეგიძლიათ იმდენჯერ ასე ვთქვათ, შეგიძლიათ გამოიყენოთ backspace. ჩამოვდივარ ახლა ესე იგი, აი ეს მონაკვეთი იხაზება, ნახაზზე გაჩვენებთ აი ამ კუთხიდან კუთხემდე, ეს არის შესაბამისად აი ეს ღერძი, D ღერძი. ნუ ანუ მეოთხე ღერძი, ესე რომ ვთქვათ, ჩვენთან D არ იქნება, ABGD არის. ნუ ჩვენთან ეს დაერქვა კი ბატონო, ალფაბეტის მიხედვით, აი ეს კუთხე არის. შემდგომ შედივართ ერთი ღერძით შიგნით. აი ამ კუთხეში უნდა მოვიდე ახლა. შემდეგ ჩამოვდივართ აი ამ კუთხეში. რა თქმა უნდა, ისევ ახლოს მომაგ. თქვენთვის რომ გასამეორებლად იყოს გასაგები, რომ ასე უნდა ხაზოთ. ჩამოვდივართ აი ამ კუთხესთან ახლა. და აქ მივხედავთ, რომ აი ესეთი კუთხური გამონაკვეთი გვაქვს გამოწეული, ესე არ დავხაზავ. ჩამოვალ აი აქ. იმას მე ცალკე შევქმნი მაგ საშუალებების გამოყენებით და დავასრულებ აქ რო შევეხებით ჩაქუჩის ფორმას მიიღებთ და დავაწყებთ. რატომ შეიძლება არ მიიღოს ჩაქუჩის ფორმა, თუ მაგალითად თქვენ შეწყვეტეთ სადმე ხაზვა, მე ახლა გააგრძელებთ იგივე წერტილში, მაშინ აქ რომ მოხვალთ ჩაქუჩის ფორმა არ იქნება, თუმცა ამას არსებითი მნიშვნელობა აქვს. ამიტომ თუ სადღაც შეწყვეტეთ ხაზვა, დააბრუნეთ მოქმედება უკან ხელსაწყო backspace-ით, ანდუთი უკაცრავად და ისევ ახლა დაიწყეთ, რომ ერთი ხელის მოსმით, ანუ ერთხელ ჩართვის შედეგად, რაც მე გავაკეთე, ისე გამოგივიდეთ და ხაზვა. რაც შეეხება შიდა კედლებს, ასე იგი, შიდა კედლები გვექნება 200-იანი ამჟამად, რაც გვაქვს, მაგრამ ცალკე არ ჩავხაზავ. რატომ? იმიტომ რომ ისევ გამოვიყენებ ხელსაწყოთა მართვის საშუალებებს. ანუ წესით კიდე გავიმეორებ და რიგით, რა თქმა უნდა, ამას დავხაზავდი თავიდანვე იმ კედლის სახეობით, ამას შესაბამისად. გასაგები რო იყოს, მაინც გავაკეთებ. იგი ჩავთავდი მაგალითად ამას. კიდევ ვიმეორებ, რას ნიშნავს ჩავთავდი, რატომ არ ვაკეთებ ხაზგასმით, ვიმეორებ მათთვის მაინც რა ვინც ვერ გაიგო, იმიტომ რომ ცოტა შორი გზიდან მივდივარ, რომ რაც შეიძლება მეტი ხელსაწყო გამოიყენოს. ანუ ჩავთავდი კედლის შიდას, აქ ამოვიჩერდი იმას, რაც დამჭირდებოდა, კერძოდ ამ შემთხვევაში კორე ცენტრი და ისე გავხაზავდი აი ამ წერტილიდან, წესით ამ წერტილიდან არ გავხაზავდი, იმიტომ რომ ამ მეთოდს მე ვნახავ სხვა ადგილას, რასაც გულისხმობ, აქამდე რაც გულისხმობს, რომ ამ შემთხვევაში პირდაპირ დაიხაზებოდა ისეთი კედელი, როგორც ჭირდებოდა შუაში ბლოკი 20-იანი, ანუ სანტიმეტრს გულისხმობს და 2 სანტიმეტრიანი ნალესით. რა თქმა უნდა, ვაუქმებ ახლა ამ მოქმედებას უკან და მივდივარ სხვა გზით. ამისათვის ჩავთავთ Arrow Tool და გავააქტიურებ აი ამ ღილაკს სახელწოდებით Suspend Group. ვინაიდან თუ მას არ ჩართავთ და მონიშნავ კედელს, მოინიშნება ყველა ერთდროულად. ნუ არ ვიწყებ საუბარს, რატო ხდება ესე, რაზე იყო დამოკიდებული.
ჯგუფში მოთავსება, ამას გავდივართ სწავლის დროს, როდესაც პროგრამას ვსწავლობ. მოვნიშნე ეს კედელი, როგორც ხედავთ, ამ ხელსაწყოს გააქტიურების დროს ინიშნება ეს კედელი და ვაწყაბებ ახლა აი ამ წერტილში, თუ რთული ახლოს მოიტანეთ, უკვე მონიშნული წერტილის თავში. მართვის პანელში, რომელიც გამოდის, ვირჩევთ თუ არ იქნება არჩეული ზედარიგში პირველი, სახელწოდების stretch და ამ კედლის სიგრძეში გაზრდას ვაკეთებ. მოვდივარ აი ამ წერტილამდე, მივაქციოთ ყურადღება, რომ გადაკვეთის, ანუ ღერძების გადაკვეთის წერტილში მოვდივარ. მე შევქმნი ამ კედელს სალზე. ასეთივე ოპერაციას ვაკეთებთ აი ამ კედლისათვის, აქ ჩვენ მანძილი ჯერ არ გვაქვს დაფიქსირებული, როდესაც მივალთ კიბეებთან, იქ ცალკე ვისაუბრებ მე როგორ შევქმნათ კედლის უჯრედი, ამიტომ ეს ადგილი კედლის იქნება პირობითი. შესაბამისად, აი ამ კედელს მოვნიშნავ და რომ დავაწყაბებ, ცოტა შორიდან შეგახედებთ, ამ ხაზს მივყვები და დაახლოებით აქ დავსვავ, დაახლოებით რო ვიძახი, სულ ერთია. მაინც გასაწევი და გასასწორებელი გვექნება მერე შემდგომ. იგივე ამ კედელს ოღონ ეს კედელი ნახეთ, აი აქ თავდება, აი მონაკვეთია საუბარ, ეს არის მესამე ღერძი. ესე იგი ამ კედელს როდესაც მოვნიშნავ, აი ამ კუთხემდე მოვიტან, იგივე მოქმედებებით რა თქმა უნდა, ამიტომ აღარ ვიმეორებ რაც ეგამ თქვი, ამ წერტილში რომ დავაწყაბი, აქ იყო არჩეული ეს და მაინც მომიწია გამეორება. ეს ოპერაცია რაც შესრულდა პირველ შემთხვევაში, იგივე რომ შესრულდეს, შესაბამისი ბრძანებები უნდა იყოს და მართვის პლანში არჩეული საშუალებები. და რაც შეეხება აი მონაკვეთს, აქ უკვე ამას ჩავხაზავ რა თქმა უნდა, ისევე როგორც სხვა დავხაზე, ოღონ კედელს როდესაც გავააქტიურებ, ვინაიდან თითო მონაკვეთი უნდა ჩავხაზო, ამოვირჩევ აი ამ კედელს. ხაზის მეთოდს უკაცრავად და არა კედელს და გავხაზავ აი ამ გადაკვეთის წერტილიდან შესაბამისად აი ამ გადაკვეთის წერტილამდე. დავაბრუნებ მოქმედებას უკან, აღარ მივაქცია ყურადღება, წერან შევცვალე ეს, ამიტომ გადმოვედი ისე სტანდარტულად იმ საშუალებებზე, რასაც ხაზავდი და მოვნიშნავ აი ამ კუთხიდან, აი ამ კუთხემდე. რა თქმა უნდა, ღერძების გადაკვეთა იგულისხმება ისე, ამიტომ მომაქვს ახლოს და იგივე აქ ჩავხაზავ, ოღონ აი ამ დაბოლოებიდან, ანუ აი ამ კედლის დაბოლოებიდან და ღერძის გადაკვეთიდან, აი ამ ადგილიდან დავაწყაბებ და გავხაზავ ვერტიკალურად. იმისათვის რომ ვერტიკალურად გამოგივიდეთ, უნდა იყოს აქტიური აი ეს ღილაკი, შესაბამისი მართვის საშუალებებით, რასაც ხედავთ, აქტიური იგულისხმება, რომ აი ახლა პასიურია, ჩავთე ახლა აქტიურია. და გამოჩნდება აი ეს ვერტიკალები. ესე იგი ამ ლურჯ-ხაზს ვაყოლებთ და აქ როდესაც მოვდივართ, მათ შორის ღერძს რო ეხევით, აი ესე პერპენდიკულარს გაჩვენებთ მაუსის გვერდზე მიმანიშნებელი სახით და ვაწყობთ. მოკლედ მოვხაზეთ ფაქტურად შეიძლება ითქვას ყველა დაგვრჩა აქ ერთი ღერძიდან გასავლები, იგივე მოქმედება შევასრულეთ აქედან აქეთ. ფაქტურად მოვხაზე ყველა კედელი, რაც გჭირდებოდა. რა თქმა უნდა, კიდე გავიმეორებ, რომ შეგვეძლო ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა თავისთავად, პირდაპირ იმ საშუალებებით ჩაგვეხაზა, რაც გჭირდებოდა. შემდგომ უკვე დახაზული კედლის რედაქტირება. იგულისხმება ამ შემთხვევაში ჩანაცვლება უნდა გავაკეთოთ. მარტივად რომ მოვნიშნო ყველა კედელი, რომელიც დახაზული და შევცვალო საჭირო კედლის სახეობებით, ამისათვის ჩავთავ ხელსაწყოს კედელი, შევალ menu edit-ში და შევასრულებ ბრძანებას select all. მოინიშნება ყველა კედელი. გადავთავ აი ამ ღილაკზე, რაც მრავალ კომპონენტიანს ნიშნავს. სიაში ამოვირჩევ კედელი ფასადი, ისაც უკვე შექმნილი გვაქვს. და გადართვას გავაკეთებ კორე ცენტრზე. კიდე გავიმეორებ მათთვის, ვინც გზადაგზა შეიძლება გამოტოვა ვიდეო, რაც ვაკეთებდი, რატომ არ დავხაზე თავიდან, იმიტომ რომ მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის გამომეყენებინა, რაც შეიძლება უფრო მეტი მართვის საშუალებები. ამ ეტაპზე მოვრჩები ამ ძირითადი, ასე ვთქვათ, მოქმედებების შესრულებით.